TV4-ის ეთერშია კვირის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება ქრონიკის დაიჯესტი. 14 ოქტომბერს რუსთავში რუსთავ ქალაქობა 2025 გაიმართება. ქალაქის დღესასწაული რუსთავის თავისუფლების მოედანზე 12 საათზე მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამით დაიწყება. პარალელურად გაიმართება წიგნის ფესტივალი, სადაც რუსთავ ქალაქობის სტუმრები 14 სხვადასხვა გამომცემლობის წიგნების შეძენას ფაზაკლებით შეცლებენ. 14 საათზე საბავშვო ცეკვის სტუდიების ფლეშმობი დაიწყება. 19 საათიდან კი რუსთავ ქალაქობის სცენას ანსამბლი რუსთავი დაიკავებს. ქალაქის დღესასწაულის ბოლოს სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე საქართველო-თურქეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის ტრანსლაცია დაიწყება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან ჟორჟოლიანმა ფრანგულ მხარესთან ნაყოფიერი პარტნიორობის მზაობა გამოთქვა და ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა. ლევან ჟორჟოლიანის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმების მიმდინარეობა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დაწყებულია ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებსა და საქართველოს რკინიგზაში, რომლის შედეგადაც უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიზოგა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ასევე სახელმწიფო საწარმოებში შესყიდვების საკითხის მოწესრიგებას და ამ კუთხით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 9 პირი დააკავა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 46 პირი, რომელთა შორის არიან როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს და დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის დამარხლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ამ და სხვა სიახლეებს ნახავთ TV4-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე TV4G, რომელიც მუდმივად განახლებად რეჟიმში მუშაობს.